6 იანვარია, ბრძოლამდე 2 კვირა რჩება. ახალი წელი თითქმის სრულდება, მაგრამ ჩემთვის არც კი დაწყებულა და არც დასალევი, არც მეგობრებთან ერთად გართობა. ახალი წელი სულ იქნება, მაგრამ ესეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ გეძლევა. თან ჩემთვის რევანშია. სასწორზე უფრო მეტი დევს ეს ბრძოლა კამარზეა და უფრო მეტი პასუხისმგებლობით, უფრო მოტივირებული და უფრო დისციპლინირებული ვარ, რადგან ეს ბრძოლა ჩემთვის ყველაფერს წყვეტს და წაგების უფლება არ მაქვს. ჩემი ახალი წელი 24 იანვარს იქნება, როცა მოვიგებ კამარს ბათუმში ჩამოვიტან და იმის და მიუხედავად, რომ ბათუმი სპორტული ქალაქია და ბევრი გამას მებრძოლი ყოლია და დღესაც ყავს, ბათუმელი ჩემპიონი გამას აქამდე არ ყოლია და ჩემი მიზანია რომ გავხდე პირველი ბათუმელი ჩემპიონი გამაში. და როცა კამარს ბათუმში ჩამოვიტან, აღარც ახალ ქალაქში წავა და აღარც ფოთში და ეს კამარი დიდი ხნით დარჩება ბათუმში. ეს შეხვედრა ჩემთვის ბრძოლაზე მეტია, იმიტომ რომ ჩემი მარცხის გადაფარვა შემიძლია ესე რომ ვთქვათ, რევანშის აღება და ამ ბრძოლას უფრო მეტად არათუ ფიზიკურად, მენტალურად ვუდგები, იმიტომ რომ პირველი მარცხიც მენტალობის გამო იყო და გამოვდივარ, ცოტას ვისვენებ, ტვინს ვალაგებ, სანამ დრო მაქვს, ცოტა ხანში ვარჯიშზე მივდივართ და აქედან წავალ ცოტას ვითამაშებთ და მე წავალ დარბაზში. მოგესალმებით, ამჯერად უკვე გორიჯვარზე ვართ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა ეს. გორისციხე ნახეთ უკვე, სადაც თურქ-მოწინააღმდეგესთან ხოშგორთავი ვწოდი და პირველ რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვე. ახლა საერთაშორისო ბრძოლას ვატარებ დაულაბრექ მარაიმოვთან და რავი, მე უფლის იმედი ყოველთვის მაქვს. მორწმუნე ადამიანი ვარ ასე თუ ისე, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და უფლის წყალობით მჯერა რომ ყველაფერს მივაღწევ. ნუ ისედაც რასაც მივაღწიე, ყველაფერი უფლის წყალობაა, რა თქმა უნდა. ხო, ნუ რაც შეეხება აქედან გორი ვაფშე საუკეთესოდ ჩანს. მთლიანი გორი ჩანს, რავი თითქმის. ხო და რავი, აგე ჩემს ქალაქელებს კიდევ და კიდევ გავახარებ აუცილებლად. ამ ბრძოლასაც ვეცდები ნოკაუტით გავიმარჯვო, რის იმედიც მაქვს, საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. ხო, გორიჯვარზე რაც შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ სალოცავია და მოსალოცათან მოვდივართ, რა თქმა უნდა სპორტსმენები, ყველა მორწმუნეები ვართ, უმეტესი, ნუ ესე რომ ვთქვა, ნუ ყველა, ნუ მთლიანი ჩვენი საქართველო რა თქმა უნდა და აქ ხშირად დავრბივართ ხოლმე კროსებს რა. ეხლა კი ხედავთ, ცუდი ამინდია რაღაც თოვლს, რაღაც ბარა, ქარიქრის რაღაც ბარა. ნუ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დღესაც შეიძლებოდა მე ვინა, მაგრამ რადგან ვჭუბობ, ვაბჯობინე რომ უბრალოდ ამოსულიყავით და ესე ჩაგვეწერა. ნუ გორელებს იცივე კი არ გვაშინებს არანაირად. გორიჯვარზე ესე ტრადიცია აქვს რომ ამოდიხარ ყველა კუთხეს კოცნით. წესია ასეთი და საბჯერ უნდა შემოიარო წრე რა, ან მინიმუმ ერთხელ მაინც. რა თქმა უნდა უფლის წყალობით არც ამ წესს დავარღვევთ და ყველაფერი უფლისდება. ვარჯიშამდე 1 საათი რჩება, მოვედით Cloud Space-ში, სადაც ხშირად მოვდივართ განსატვირთად ვარჯიშის წინ. აქაც როგორც რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ბრძოლებით ვარ დაკავებული, FIFA, NBA, მსგავსი რაღაცეები არ მაინტერესებს და თამაშიც ისე როგორც მე შემეფერება, ნოკაუტის რეჟიმი მაქვს ჩართული და NBA-საც როცა შევხვდები, მხოლოდ ნოკაუტის რეჟიმით ვაპირებ გასვლას. 77. ვის ირჩევ? Masvidal. Jorge? Sí. მაგრამ ვთამაშობ მეუნებოდ. არა ვაფშე ვერ. ესე მოხდება NBA-ოსთან ჩემი overhand. მაგრად ჩავარდაც, მაგრად ჩავარდა.
ეხლა ჩემ დარბაზში ვარ, ჩემი ტრენერი ბატონი ვლადიმერ ჯანეზაშვილი, სამგზის სოფლიო ჩემპიონი. ბავშვობიდან რავი ამასთან 15 წლის ასაკიდან კიკბოქსინგზე ვარ და აგერ ერთი ტრენერი მყავს, რავი, რამდენი წელია, უკვე მე 12 წელია. და რავი, აგერ არის ეს დარბაზი, ჩვენი კიკბოქსინგის ტრე, ჩვენი დარბაზი, სადაც ძალიან მაგარი ბიჭები იზრდებიან, ძალიან კარგი ახალგაზრდები, სპორტსმენები და რავი, წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა. შედარებით მძიმე მოწინააღმდეგეს ხვდები, როგორც გითხარით 93-ში ასპარეზობს ეს ბიჭი. ამ ახალწლებზე მეც მოვიმატე, თითქმის დავეწიე წონაში და დავიკლებ და შემდეგ ავუდგენ ისევ. ხო და რავი, მე ჩემი ზადება, მე ძირითადად კარდიოს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ და ტექნიკას. ძალაც რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესი ტექნიკა და კარდიო. გონია რომ თავარი ასპექტია ამ ბრძოლაში და თავარ შედეგს ზუსტად ეს სკილები თუ რავი რანაირად თქვა ეგ ხო ეს ასპექტი იდებს თავარ შედეგს რა ესე რო თქვა ჩხუბში თავარი მე როგორც ვთვლი თავარი ეგრეა რა რაც შეეხება ის რო რინგი დაამატეს ახლა და საბურავები აღარ არის პირველად ვჩხუბობ რაც რინგი გააკეთეს და რინგზე კი ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ გამას რინგზე პირველად ვჩხუბობ და რავი მგონია რომ უკეთესად უნდა გამიადვილდეს, უკეთესი ბრძოლა უნდა ვაჩვენო და რავი დანარჩენ ემოციებს ჩხუბის მერე აუცილებლად გეტყვით და გადმოგცემთ თუ როგორია გამას რინგზე ჩხუბი. როგორც იცით, ახლა ივლისში ვიჩხუბე რა და იქიდან მოყოლებული აგვისტოში დავისვენე სექტემბრიდან ჩემი თხოვნა იყო ორგანიზაციასთან რომ მეჩხუბა რა რაც შეიძლებოდა მინდოდა რომ მეტი ჩხუბი ჩამეტარებინა წინა წელს გაკ მინიმუმ საბჯერ მაინც დამეცვა კამარი რა და ჯერ თურქი მოწინააღმდეგე იყო ვერ ჩამოვიდა შემდგომ ჩიტიშვილი პირველი კონტენდერია როგორც ვიცი და უნდა ეჩხუბა მაგრამ ჩიტიშვილმაც ვერ მოახერხა შემდეგ იყო კიდე რაღაც განხილვები რომ ვინ მოახერხებდა და ვინ ასე რომ თქვა სათანადო წინააღმდეგობას ვინ გაწევდა და იყო ამაზე რაღაც საუბრები, მაგრამ როგორც წესი ახლა როგორც წესი კი არა, როგორც ჩანს ვერავინ ვერ იჩხუბა რა, ვერ მოახერხეს ასე რომ თქვა და ну ახლა ცოტა ზევი წონაში 93 კილოში გამოჩნდა მარაიმოვი, საკმაოდ კარგი ბიჭია, კარგად ურტყავს. ჯანიანი ბიჭია, ქიმაძე ახლა ძალიან კარგი სპორტსმენია. და ქიმაძე პირველ რაუნდში გათიშა, არ არის ეგ სახუმარო თემა, რა თქმა უნდა, სათანადოდ თვლი, სათანადო მოწინააღმდეგეთაც თვლი და სათანადოთაც ვაფასებ და სხვანაირი შემართებით თუ არ სხვანაირი ხასიათით, სხვანაირი ფსიქოლოგიით, ასე რომ ვთქვათ და მგონია რომ ჩემი გამოცდილება, ანუ რამდენი წელია რაც ამ სპორტში ვარ და ჩემი ეს გამოცდილება და ეს ყველაფერი ძალიან დიდ შედეგს დადებს ამ შეჯიბრზე საკმარის წენეხს პირდები მგონია რომ სუწინ ვივლი და ნუ ის ბიჭიც მასეთი მოჩხუბარია და ანუ ძალიან კაი გაცვლები გვექნება რა ხო და აი ეს ჩხუბი, ჩემი ჩხუბი რაც არის რა ეს გაცვლები და რაღაც ძალიან სიამოვნებს და ძალიან კაი ჩხუბი იქნება, ამიტომ ღირს მოსვლა და ნახვა ამ ყველაფრის რა. წინა წელს ჩავატარეს 3 ბრძოლა, აქედან 2 საჩემპიონო იყო, ორივე პირველი რაუნდის ნოკაუტით დამთავრდა. მხოლოდ მახარობლიძესთან მქონდა 3 რაუნდიანი გაცვლები, რაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვისაც და მოსთვისაც. ამ ჩხუბებიდან გამომდინარე დავსახელდი 2 ნომინაციაში წლის მებრძოლი და წლის ნოკაუტი. წლის მებრძოლზე მე მგონი მესამე ადგილზე გავედი მოწონებების რაოდენობით და წლის ნოკაუტზე პირველზე რა. ხო და საკმაოდ კარგი წელი იყო, ძალიან დატვირთულიც არ იყო, თუმცა მსურდა რომ ძალიან დატვირთული წელი მქონოდა სპორტის მხრივ რა. ასე თუ ისე კარგი წელი იყო, კარგად ვაფასებ მაგ წელს. საკმარისი გამოცდილება და საკმარისი ჟიმი და ეს мотивация დავიგროვე, რომ შემდეგი წელი უკეთესად დავიწყო და უკეთესი შედეგი დავდო სპორტის ნებისმიერ სახეობაში იქნება ეს გამა თუ ბოქსი თუ რავი სხვა შემოთავაზებებისთვისაც მზად ვარ მე ოღონდ რა თქმა უნდა მაგას ყველაფერს თავის დრო აქვს.
როგორც კამერა რომ მოვიპოვე, მაშინაც აღნიშნე ამ ბიჭის სახელი და გვარი, დათა გელაშვილი. ძალიან დიდი დამსახურება, როგორც კამერის მოგებაში, ასევე ამ ბრძოლის გამარჯვებაშიც. იქნება ამ ბიჭის წვრილი და ჩვენ ერთმანეთს ასე სულ გევართ გვერდით, ვეხმარებით. დათაც ეხლა დაიწყო პროფესიონალური კრივი, დებიუტი ჩაატარა. პირველი ბრძოლა ჰქონდა, რაც გამარჯვებით დაამთავრა, მიულოცავ და სხვა ყველაფერი კიდევ წარმატებას უსურვებ. შეიძლება მომავალში გამარჯვებით ვიხილოთ. არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ წარმატება უსურვოთ დათას. ასევე გელოდებით, რა თქმა უნდა, 24-ში სადაც კამერის დაცვაზე გავმართავ ბრძოლას მობრძანით, კარგ სანახაობას გაჩვენებთ. გამარჯვებით დავამთავრეთ, რა თქმა უნდა. ფიზიკურად მოგესალმებით, უკვე კლუბ მემიშიშიდან ვარჯიშის დროც მოვიდა. მომზადების პერიოდი გავიარე ძმებ მემიშიშებთან ერთად. ერთმანეთს ვეხმარებით, ვაძლიერებთ. მოგეხსენებათ, რომ მამია მემიშიშიც სარენიტიკო ბრძოლაზე 24 იანვარს ჩაატარებს გამაში დებიუტს. და როგორ ვემზადებით და როგორ ვაძლიერებთ ერთმანეთს, ეს 24-ში შედეგზეც აისახება. აქამდე სულ მარტო ვარჯიშობდი, მომზადების პერიოდს ჩემით გავდიოდი, ყოველი გადაწყვეტილების მიღება მიწევდა ჩემით. ეხა ყავს სპარინგ პარტნიორები, მეხმარებიან ბიჭები და ეს კემპი განსხვავებული იყო იმ 5 ბრძოლიდან, რაც კი აქამდე გამაში ჩამეტარებია და შედეგს 24 იანვარს იქნება. როგორც გიგი მახსენა 24 იანვარს გიგი ჩაატარებს საქამორ ბრძოლას ენიბაევთან. იგივე ივენტზე მეც მიწევს ბრძოლა 84 კილოში თურქმე ბრძოლთან. რაც ჩვენი ბრძოლა დაიგეგმა, მაგ დღიდან გიგი შემოუერთა ჩვენს გუნდს და ერთად ვემზადებით. ორივე ვხდებით სხვა ქვეყნის წარმომადგენელს. ეს ორმაგ мотивაციას გვაძლევს ორივეს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დავანგრევთ გამას რინგზე ჩვენს მოწინააღმდეგებს რა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კლუბში უკვე 7 გამას მებრძოლი ვარჯიშობს, მათ შორის არის ლიზი დიასამიძე. ვემზადებით აი ბოლო დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ მალე იმ შედეგს დავდებთ, რის შედეგისთვისაც დავიწყეთ აქ მოღვაწეობა რა. დავასრულეთ ვარჯიში. ეს ჩემი მე-6 ბრძოლა 10 თვის განმავლობაში. უკვე ფინალში ვარ, კამარზე ვჩხუბობ. როცა ჩემპიონი გავხდები, მაშინაც ისეთი აქტიური ვიქნები, როგორც აქამდე ვიყავი და ყველას გელოდებით 24 იანვარს გამოფაითოლში საუკეთესო წლის გახსნა იქნებოდა ბევრი საერთაშორისო ტურნირი, ასე რომ არ გამოტოვოთ.